მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ცნობი. ეს კი FIFA-ინ AM8 ან AM8. როგორც გინდა. FIFA-ინ გამომიგზავნა მიკროფონი, მაგრამ მიკროფონთან ერთად ასევე მიკროფონის დამჭერიც გამომიგზავნა, რომელსაც ახლა ვიყენებ. რეალურად მიკროფონის დამჭერი ბევრად ადრე ჩამომივიდა, რამოდენიმე თვით ადრე ჩამომივიდა, ვიდრე მიკროფონი. რაღაცა პრობლემები იყო მიკროფონის გამოგზავნაზე და იქ ამიტომაც მიკროფონის დამჭერის გახსნასაც ნახავთ, უგონ ცოტა სხვანაირი ვიქნები. როგორც ჩანს, სადგავი არის. აი ესეთი. ძიმი არის და სიმძე მიჭირდება იმისთვის რომ მე რაღაცა აღარ იქანაოს იქით დაიდგმება. ესეთი ამბავი და რა სილამაზი მალებაში გენით. აი. შეხედით ამ საოცრებას. შესაძლებელი ამბები გვაქვს ესეთი, Excel-არი აქვს, USB აქვს და ასევე ყურსასმენებიც შევაერთოთ ესეთი ფუნქციაც გვაქვს. სარეგულირო ამბები, მისი ძლიერე და ყურსასმენის საკონტროლებელი. და შევაერთოთ მე აქ დავაკონტროლებთ, განვაგრძოთ და პრინციპში ამით სრულდება კაბელი. აი ესეთი ხმოქს FIFA-ს. ხო, თავი ამბავი ის არის, რომ აი ეგ უნდა ვისაუბრო, აი ამ რადიოში, რომ კარგად გაიგოთ ჩემი ხმა. ეხლა ძალიან ხმა მაღალზე ისმის, ხედავ შემიძლია უნდა ჩაუწიო აქენა ხმას. აქენა გვაქვს ფერების შეცვლა, აი ესეთი სენსორული ამბები, ასევე ცერათიც, როცა აი ვამბობდი რომ ჩემი ხმა არ გესმით თქო. იმიტომ რომ აი აქ როგორც ხედავთ, მიუთი. აი ესე როცა გაქვთ მიკროფონი. მიუთი ხარ თქო. ხო, სენსორი კი არა და ფერები გვაქვს. ბევრნაირი, სხვადასხვა ფერები არის და გვაქვს ასევე ანიმაციური ამბები. თეთრი ფერი, ასწავლი. თეთრი ის არის ხო და ესე სხვა დადის წრეზე ანიმაციის ამბავი. მოდი ფილტრებით გაჩვენოთ. ეხლა ეს არის ყველანაირი ფილტრების გარეშე ხმა გესმით. ფილტრების ვარიანტი ესეთი იქნება. დიდი სასწაული ფილტრები არ მიყენია. ერთადერთი ეხლა ამას მოვუმატებდი ამ ფილტრების შემდეგ, იმიტომ რომ ლიმიტერი მიყენია მაინც, ანუ უფლებას არ მიცევ ჩემი OBS-ში ფილტრი, რომ იმაზე ზედმეტი რაღაც ზედმეტი ხმა არ წამოვიდეს, ზედმეტი ძალით არ წამოვიდეს ხმა. მაგის უფლებას არ მიცემს და მაგიტომაც ეგ არის. ახლა გადავიდეთ შემდეგ დივცე, რომელიც მიკროფონის დამჭერია და რომელზეც ბევრად ადრე ჩავწერე ვიდეო, იმიტომ რომ ბევრად ადრე ჩამომივიდა. BM88 FIFA-ის მიკროფონის დამჭერი, იგივე Premium Boom Arm Stand-ი. ესე. აი ესეთი რაღაცა ხდება შეგნი ინსტრუქცია. აი ეს ინსტრუქცია უნდა ჭირდებოდეს Boom Arm. მაგრამ მაინც აი ესეთი ამბები 5-ში აი მოგატარი თითელი რატო კარგად დაინახოთ. ეს არის თითქოს რომ იმაგრდეს და მარტო ეს არის იმაზე მძიმე, ვიდრე ხა ჩემი ამდროინდელი დამჭერი. არა, ეს არის თვითონ მიკროფონი, რაზეც უნდა დამაგრდეს. ინსტრუქციის თანახმად. აი ამ გამოშვერილში უნდა დამაგრდეს ეს. ნახეთ როგორია და ეს ესეთი. უნდა დავამაგრო ხა ამაზე. კიდე კარგად უნდა მოუშვე როგორც ჩანს. მიდი არ გამოვარდება და დაიშლება ეხა ისა. იმიტომ ეგეთი ჩეულია თავისუფლად ამას ისეთი რაღაცა. კიდევ უნდა მოუშვა როგორც ჩანს. ოპა ეგ არის. იო. ეხა წავიდა მოჭერა. აი ეხა უკვე მოჭერის ამბები დავაწექით. მაგრამ მაინტერესებს კადრში როგორ იქნება. აი ეს. ოპა, იდეალურად შევიდა. ეს უკვე ბოლომდე იწყო, ხა დამაგრება უნდა. მოკლედ, აი ესეთი კადრი გამოგვივიდა. ამ Boom Arm-ის წყალობით. აი ეს ზევიდან მოდის. აუ ესე დავაყენი ჯერჯერობით. მომავალში შეიძლება შევცვალო. მოკლედ ესეთი გახსნები გამოვიდა, თუ მოგწონს ლაიქები არ დაგავიწყოთ. FIFA-ის ლინკს აღწერაში დავტოვებ, ჩემი ესეთი იდეალური მიკროფონი არის თავის ფასთან შედარებით. არის მეტი მიკროფონი გეიმინგისთვის, სტრიმინგისთვის, აი არ ჭირდებათ არავის არანაირად უბრალოდ რა. მინიმუმ იქამდე მაინც უნდა გქონდეთ ეს მიკროფონი, სანამ რომელიმე კომპანია სხვა მიკროფონს არ გაჩვენებს. რაღაცა ესეთი მიკროფონი არის, რომ იწყებ და ვითარდებით თავისუფლად ამ მიკროფონით ბოლომდე. შევხვდებით უკვე შემდეგ ვიდეოებში. ნახვამდის.